მოგესალმებით ყველა ჩემო თილო მეგობრებო, როგორ ახართ? დიდი ხანი არ გამოჩენილ ვარ, მოკლე ვიდეოებს ვტვირთავდი, მოკლე ვიდეოებზე ვიყავი გადართული და რის შედეგადაც იმასაც დიდი დრო ჭირდება. ვეღარ ვაქვეყნებდი ამ ესე ვთქვათ გრძელ ვიდეოებს და რა ვიცი, ძალიან მომენატრა თქვენთან საუბარი. ვიცი, რომ YouTube-ის მაყურებლებს უფრო მოსწონს გრძელი ვიდეოები და ჩემ გამომწერებმა ესეც მითხრეს და დამიწერეს. კომენტარებში უბრალოდ მინდოდა რაღაც სიახლე შემომეტანა მოკლე ვიდეოებით, მაგრამ აუდიტორია YouTube-დან არ მოდიან აუდიტორია მოკლე ვიდეოებზე, უფრო გრძელ ვიდეოებზე შემოდის ხალხი და იწერს ჩემს არხს. თან მე ისე ვარ მიჩვეული ჩემოკარგებო გრძელ ვიდეოებს, რომ როდესაც მოკლეს ვიღებდი, ყოველთვის ერთწუთიანი რო გავაკეთო, ისეთი ვიდეოს ვერ ვიღებდი ვერასდროს. სულ უნდა ყოფილიყო ან 2 წუთნახევრიანი, 3 წუთიანი, ან 5 წუთნახევრიანი. ერთწუთიანი არასდროს არ გამომდიოდა. ნუ მოკლედ ესე, მაგრამ აქაც გრძელ ვიდეოებსაც გამოვაქვეყნებ და მოკლე ვიდეოებსაც. ეხლა სიახლეები რაც არის ჩემოკარგებო, სექტემბრიდან უკვე 15 სექტემბრიდან დავიწყე ოფისიდან მუშაობა, დისტანციურად აღარ მუშაობ. ეს არის სიახლე, რა თქმა უნდა, სამსახურში დავდივარ, ბავშვები ორივე ბაღში ყავს და რა ვიცი, კიც გაცივდნენ, კიც მქონდა რაღაც ესეთი რთული პერიოდები გადავლახეთ და ეხლა მაქვს ესე დრო, რომ შემოვიდე და ვისაუბრო თქვენთან, ჩემო თბილებო. ვიცი, რომ ჩემი საუბარი გიყვართ, ვიცი, რომ გიყვართ ჩემი მოსმენა, ვისაც უყვართ, რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია. ნუ რა გავაკეთეთ ჩვენ სახლში, რაც გადმოვედით, უკვე 3 თვე არ ცხოვრობთ ჩვენ სახლში და კონდიციონერები იყო გასაკეთებელი და ჩემ მეუღლემ გააკეთა, მე მამიკო და ჩემი ძმა მყავდა სტუმრად და მიეხმარეს. და რის შედეგადაც მტკარებათაც მუშაობს. კონდიციონერები გვაქვს, რა თქმა უნდა, მიდეიდან ნაყიდი. აივანი მქონდა სულ ისეთ მდგომარეობაში, რომ საერთოდ არ მინდოდა და სურვილი არ მქონდა, რომ გასულიყავი გარეთ და შუშებზე ხო საუბარი არ არის, რომ უნდა გააწმინდო და რაღაც, მაგრამ ვერ წმინდავდი, იმიტომ რომ ბევრი რაღაც იდო, რაც უნდა გაგვეტანა, გადაგვეყარა და რის შედეგადაც ვიკავედი თავს აივნის დასაწმენდად. ეხლა კადრებს გაჩვენებთ, მთლიანად შუშა მაქვს გაწმენდი, რაც ის ნივთები არ გვჭირდებოდა ყველა გადავყარეთ და რაც გვჭირდება, მესამე ოთახში გვაქვს შენახული ჯერჯერობით და კიდე ბევრ რაღაცები გვაქვს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი სახლში, როდესაც ნელ-ნელა გავაკეთებთ, შემდეგ ამ ნივთებს ან გადავყრით, ან თავის ადგილს მივუჩენთ სადმე. სამსახურში სიარული და ბავშვები ბაღში წაყვანის ვიდეოებიც მაქვს. მიხვდებოდით, რა თქმა უნდა, ვინც ხშირად მიყურებს, მიხვდებოდით ამას. სახლიდანაც რომ მუშაობდი, ღამის სმენა ვიყავი, მაგრამ დილის პერიოდი მქონდა თავისუფალი ხოლმე და ხშირად ვდებდი ვიდეოებს. ამ გრაფიკის შეგუება მჭირდება, რომ შევეგუები ამ გრაფიკს, შემდეგ უკვე ხშირად შემოგთავაზებთ ვიდეოებსაც, რა თქმა უნდა. ბევრი მაქვს შესახები, ხედავთ თქვენს მაშინ შევიღებე, თითქმის ერთ ფერზე მაქვს, არ ვიცი თქვენ რა სიტყვით. თუ დღეს მოვახერხე და წავედი სალონში, თქვენს კადრებს გადაგიღებთ და დაგიდებთ, თუ არა და რა ვიცი, ალბათ იქეთ კვირაზე გადაიდება. კიდე რა ვიცი, სიახლეები, სულ ვაპირებდი ხოლმე ვიდეოების გადაღებას, ესე გრძელ ვიდეოებს და ზუმერე ვიკავებდი ტელეფონს ხელში, რომ მოკლე გადამეღო. სამტრედიაში რო ვიყავით, იქაც ვაპირებდი გადამეღო თქვენთვის ვიდეო, რაღაც მონაკვეთები მაქვს, არ ვიცი ჩავსვა აქ თუ არა, მაგრამ დავიწყებდი, მე უკვე მოკლე ვიდეოს გადავიღებდი. და რის შედეგადაც არ გადამიღია გრძელი ვიდეოები და თითქმის რა ვიცი, უკვე ერთი თვეა, რაც გრძელი ვიდეო არ არის ჩემს არხზე. ბავშვის დაბადების დღე აღნიშნეთ, ალისა უკვე 4 წლის გახდა, იქ ვიდეოს ნახავდით, რა თქმა უნდა, მოკლე ვიდეო მიდეს. ჩემ მამიკომ, ძამიკომ და ჩემი ბავშვის ნათლია მესტუმრა, რომელიც არის ბლოგერი და ხშირად გეუბნებით ხოლმე გადადით და გამოიწერეთ მისი არხი. TikTok-ში არის ძალიან აქტიური და რა ვიცი, ძალიან კარგი გოგოა. რა ვიცი, საჩუქრები მოვუტანა ჩემ მამიკომ და ამიკომაც, ძამიკომაც უკა თვითშინავი, რაც მას მოსწონს და ესე ვთქვათ, მატარებელი, ძალიან ბავშვებს ორივეს გაუხარდათ.
მამიკომ სახლი უყიდა დიდი, ანუ მამიკო რო იყო, ეკითხებოდა რა გინდა რომ გაჩუქა და სახლი მინდაო, ბარბებითო, კუკლებითო და ეს უყიდა მამიკომ საჩუქრად. თანხა აჩუქა, დედიკომაც საჩუქრები, ცოტა საცმელები აჩუქა, ნუ ბევრი რაღაცები, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ გამოქვეყნებული და არ მაქვს არსად ატვირთული. ხო, ჩემ დედამთილმა, ჩემს მაზლმაც აჩუქა, ბავშვებს ბევრი საჩუქრები, ჩემმა დამაც აჩუქა ძალიან ბევრი რაღაცები, ჩემი და იყო სტუმრად. აი კონდიციონერის პერიოდში ჩემი და იყო ბათუმში ჩამოსული, ისე რომ გასულიყავით სადმე, არა თვითონ იყვნენ დასასვენებლად, ჩვენ მუშაობდით და რის შედეგადაც ვერ შევეჩერდ ერთმანეთს, მაგრამ საღამოს გვესტუმრეს, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ხაჭაპურები გამოვაცვე პირველად და რა ვიცი, გემრიელია ყველა იცახდა, მაგრამ მე ჯერ სპეციალისტი არ ვარ მაგისით, რომ მჭირდება რომ ვისწავლო. ხო, ნუ ბევრ რაღაცების პიცაც გამოვაცხე, ნახავდი თქვენ მოკლე ვიდეოში. პიცას რა თქმა უნდა სამტრედიაში როდესაც ვიყავი, იქაც ვაკეთებდი. ისე თუ ასე გემრიელი გამოდიოდა და ყველა ჩემი ოჯახის წევრები ჭამდნენ ხოლმე, მეც ვჭამდი. აქაც რო გამოვაცხე, ძალიან გემრიელი იყო, ყველამ შევჭამეთ. ხო, მაგრამ ეხა სპეციალისტი ვარ თქო, არა რა თქმა უნდა. დავიწყებულიც მაქვს და ასე შემდეგ. ნუ ბაკურიანში რო ცხოვრობდით, იქ არაფერს არ ვაკეთებდი საჭმელს, ძალიან ისეთი ალბათ კარტოფილი შეწვა, კვერცხი, გრეჩიხა და ვინეგრეტი, ესეთი წვრილმანებს თუ გავაკეთებდით. მაქვს ვიდეო რატომაც, იმიტომ რომ იქ ჩვენ რომ მუშაობდით, საკვები გქონდა და ასევე თუ არ გვინდოდა იქ საკვების მირქმევა, დავდიოდით ხანდახან რესტორანშიც, რა თქმა უნდა. აქეთ ბათუმში რომ გადმოვედი, პიცა რო დამეცხო, არ მქონდა ღუმელი და არც მინდოდა რომ მეყიდა, რა თქმა უნდა, შემეცი რომ მეყიდა და დამედო, არ მინდოდა, იმიტომ რომ ჩვენ სახლში გადავიდოდით და იქ ვიყიდით უკვე ყველაფერს ახალს, როგორც ახლა ვიყიდე და მაქვს. და არ მინდოდა რაღაც ძველი ისეთი ნივთები მქონოდა, რომელსაც მე ვეღარ გამოვიყენებდი და აი და უბრალოდ ელექტრო ქურა მქონდა, ჭონებს ვაკეთებდით, რა ვიცი, ძირითადად რასაც ვაკეთებდი, ვიღებდი ხოლმე და ჩემი მეუღლე რა თქმა უნდა აკეთებს ძალიან ბევრ საჭმელს. მკითხეს რომ მოარიაო თუ რაღაც ესე მკითხეს და შევზარეული არის და რაღაც. არა ჩემი მეუღლე დუბაიში რომ მუშაობდა, იქ რესტორანი იყო და დუბაიში თვითონ სასტუმროში მუშაობდა. შემდეგ ჩადიოდა რესტორანში, რაღაც საკითხებზე, იქ უყურებდა ხოლმე და იქედანაც ისწავლა ძალიან ბევრი რაღაცები. გამოადგა თავის ცხოვრებაში და ბაკურიანშიც რო გავიცანი, მაშინაც აკეთებდა ხოლმე რაღაცებს, ძალიან გემრიელს და იქედან მოყევებული ძალიან გემრიელად და ლამაზად აკეთებს ყველაფერს, ჩემზე ლამაზადაც ესე მინდა ვთქვა. ხო, ხშირად რა თქმა უნდა აკეთებს საჭმელებს ჩემ მეუღლეც, მეც ვაკეთებ. ისე არა გვაქვს რომ მარტო ამან გააკეთოს რაღაც, მეც ვაკეთებ, თვითონაც აკეთებს, მაგრამ სახლის დალაგება, რასაც ქვია, მე მიყვარს ჩემით რო ვალაგებ, ყველაფერს თავის ადგილას ვდებ, ნუ ხშირად ნახავთ რომ დალაგებაზე არის ჩემი ძირითადი კონტენტი და სულ ვალაგებ რომ მინდა რომ იყოს ყველაფერი თავის ადგილას. წიკია თქო არ დავარკვევ, იმიტომ რომ როდესაც ჩემი სახლი არის არეული და ესე ვთქვათ დასალაგებელია, მე ჩემი გონებაც დასალაგებელი მაქვს, არეული მაქვს და ანუ როდესაც მინდა რომ სხვა განვითარებაზე ვიფიქრო, მე ვერ ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში მაქვს ის რომ სახლი მაქვს არეული, დასალაგებელია, როდესაც დალაგებული მაქვს ბავშვებიც თან რო თამაშობენ სათამაშოებს, რო თუნდაც რო დაყარო, შემდეგ ახიკავენ და არ ჩანს ესე ძალიან მიხვდით და აი რო ძალიან დასალაგებელია, უფრო ჩანს და მე უფრო ღიზიანდები, აგრესია მომდის და რა უნდა გავაკეთო? რა უნდა გავაკეთო და ადგილ უნდა დავალაგო. ისტერიკულად ვალაგებ თქო, არა, არის ხოლმე ზოგადად როდესაც ვისვენებ და ეს დასვენება რა თქმა უნდა იწვევს შემდეგ იმას, რომ მეორე დღეს უფრო დასალაგებელია ჩემი სახლი. რო არ დავისვენო და რა თქმა უნდა დავალაგო ყოველთვის ცოტა, არც თუ ისე იქნება, მაგრამ ისე ვარ, რომ სუნდა მეკავს მაშინ ცოცხი და ესე ვთქვათ აქანდაზი და უნდა დავალაგო. ამიტომ ხშირად ვისვენებ, მაგრამ არ მიყვარს, რომ დასალაგებელია სახლი. ეს მაქვს ესეთი რაღაც, ხო? რა ვიცი, სახლში გვაქვს ბევრი რაღაცები გასაკეთებელი, რაღაცები დეტალები გვაქვს საყიდელი, ერთი აბაზანა გვაქვს დასასრულებელი, მეორე ოთახით გვაქვს დასასრულებელი, პლინტუსები გვაქვს საყიდელი და ნუ ამას ეტაპობრივად, რა თქმა უნდა,
ან გადავიღებ განახებ, ან და ვიდეოში როდესაც დალაგებას შემოგთავაზებ, თქვენ თვითონაც ნახავთ ჩემო კარგებო. ეტაპობრივად, რაც პრიორიტეტულად არის ჩემ ცხოვრებაში, იმას უფრო ვაქცევ ყურადღებას. ტანსაცმელებს, რასაც გულისხმობ, ანუ შეიძლება მე ძირითადად მიყვარს კომფორტი. როდესაც ჩემ სახლში მაქვს რაღაც კომფორტულად და ბავშვები კომფორტულად იგრძნობენ თავს, სითბო მაქვს, სისუფთავე მაქვს და ასე შემდეგ. შეიძლება ტანსაცმელი არ ვიყიდო და ესე ვთქვათ, პარფიუმერია არ ვიყიდო, ვიდრე ჩემ სახლში რაღაცები ვიყიდო. იმიტომ რომ ცირედითაც უკმაყოფილდები ტანსაცმელებს ახლა რა თქმა უნდა მიყვარს, ლამაზად ჩაცმოთ, მაგრამ შემიძლია გავჩერდე მოვითმინო, ჯერ ის ვიყიდო, რაც ჩემთვის პრიორიტეტულია და რაც შემდეგ მე აგრესია წამომივა, ვიდრე ტანსაცმელი ვიყიდო და ანუ ის ბედნიერება არ ვიგრძნო ზოგადად, ესეთი ადამიანი ვარ. ხო. ნუ ესე რა ვიცი, ესეთი პერანგი არ არის ეს ჩემო მეგობრებო, არ ვიცი თუ თქვენ ფიქრობთ რომ პერანგი არ არის, უბრალოდ გარეთ ჩასაცმელი ზედა ქვედა გამოვიწერე, მაგრამ იმდენად კადრში ჩანს რომ პერანგია. მოკლედ პერანგისავით ვიყენებ, ძალიან კარგი ხარისხია. აბა თუ მიხვდებით, სად გამოვიწერე. და მიხვდებით. ძალიან თავისუფალია, აი რომ გააკეთებ ბევრ საქმეს, ისეთი არის. და თან საყვარელი ფერია, ძალიან გაბრაზებულიც რო იყო და ამ ფერს ჩაიძმე, მაინც გაბრაზება არ ჩანს შესახეზე. ესე ვისაუბრე დაახლოებით უკვე 12 წუთი ვსაუბრობ. ხო, თმებზე თუ გავალ გითხარით რომ თქვენ წაგიყვანთ და რა შევიცინე, რა თქმა უნდა. მჭირდებოდა კონსილერი, აქ ქვემოთ თვალების ქვემოთ მაქვს ხოლმე ჩაშავებული სავით თქო ვიტყვი და კონსილერი ვიყიდე მესაუდასი, ძალიან აქებდნენ, ავერსიში იყო და 40%-იანი ფაზაკლება იყო და რაღაცა 16 ლარი გადავიხადე და რა ვიცი, მე სიმართლე გითხრა პარფუმერიაზე და რაღაცებზე არ ვარ გარკვეული და ჯერ იმ ეტაპზე არ მისულა რომ ჯერ გავერკვე და რაღაც, ну რაც ესე ვთქვათ ძირითადი მაქვს კოლაგენის ტონალურს ხმარობ, მესაუდას კონსილერს ხმარობ, ფლორმარის ეს ფანქარი მიყვარს, ნომერი არის 246, ივროშეს ამ კრემს ხმარობ და დამატენიანებელს, რასაც ეძახიან, დამიმთავრდა და საყიდელი იქნება. სულ ხმარობ უკვე 3 წელია და რა ვიცი, მომწონს, იმიტომ რომ ზამთარში მე სულ აკერცრილი მქონდა სახე და სულ თეთრად მქონდა ხოლმე და ამ კრემს რო ვხმარობ, აკერცლა საერთოდ არ მაქვს. ესეთი ფანქარი მაქვს თვალის Golden Roses, უკვე დამიმთავრდა და თავსახურიც დამეკარგა სად და არ ვიცი და არ მიყვარს, როდესაც რაღაცა თავსახური არ აქვს და ესეთი მაქვს Golden Roses, ტენები. რასაც ქვია, ამას ხშირად ხმარობ, ჩანს რომ უკვე ცოტა არის. ნუ ამას ისე რა, ესე ვთქვათ. ნუ საკე მოყვება შიგნით. ხო, და ესეთი სპონჟი გამოვიწერე. უკვე ნახმარიც მაქვს, მეორეც მაქვს. ეს რა თქმა უნდა, თემოდან რო გამოვიწერე, მაშინ ის არის. ჩასადები და ახლა სპონჟიც გამოვიწერე. ძალიან კაია. მე მგონი რომ მეტი დაცულია და ბაქტერიებისგან დაცული იქნება. ნუ ხშირად რა თქმა უნდა, სპონჟებს რეცხვე ჭირდება. მოკლედ, ეხლა ჩემი სახე, დავიბანე, გავიხეხე კბილები. არაფერი არ მისვია და წავისვა თქვენთან ერთად. და თან ვიჭორავოთ, რა ვიცი. ძალიან განვიცდიდი საფიას მიყვანა ბაღში, იმიტომ რომ 1 წლის და 6 თვის არის, პატარა არის, მაგრამ სამსახურიდან უკვე აღარ შეიძლება და დისტანციურად ამ დრომდე მუშაობა და ძალიან მადლობელი ვარ, რომ ეს ესეთი შესაძლებლობა მომეცა და ესე ვიმუშავე მართლა, მე ძალიან მადლიერი ადამიანი ვარ ზოგადად ყველაფერში. და ყველა დეტალებს ვამჩნევ, ყველა წვრილმანებს ვამჩნევ. ეხლა მე თუ არ შევამჩნევ, ხო, ამდენი გამოცდილება მაქვს, ამდენი წიგნები მაქვს წაკითხული მაგის შესახებ. ზოგადად არც აუცილებელია, რომ ბევრი წიგნი წაიკითხოს ადამიანმა. მთავარია ის იცოდეს, რომ თუ მადლიერი არ იქნება არაფრისთვის და ვერც წვრილმანებს ვერ შენიშნავს და იმ ემოციებს არ გამოხატავს, რაც უნდა გამოხატოს, მადლიერების დროს სიხარული, რა ვიცი, ბედნიერება, მას, ანუ ესეთ ადამიანები ზოგადად ითვლებიან უმადურები და ესეთ ადამიანებს ზოგადად ყოველთვის რჩებიან იმ ეტაპში, რომელ ეტაპშიც არიან. ვერ ვიტყვი იმას, რომ მე ჩემი ცხოვრება შევცვალე თქო, სწრაფად რაღაც, რა თქმა უნდა,
დროც გავიდა, რა თქმა უნდა, ბევრი ეტაპიც გადავლახეთ, ნელ-ნელა მივდიოდით წინ, მაგრამ მე ის ადამიანი ვარ, რომ არასდროს არ ვჩერდები. იმედია, კარგად ჩანს ჩემი სახე. ისეთი ადამიანი ვარ, რაღაცას რო ვიტყვი, აუცილებლად უნდა შევასრულო. მაგრამ ერთი რაღაც ვერ ვასრულებ დროის უქონლობის გამო. და იმდენად გულში ჭეჭკად მაქვს, იმიტომ რომ მე არ მახასიათებს მსგავსი ქცევები. თუ რაღაცას ვიტყვი, აუცილებლად უნდა გავაკეთო. ზოგადად ის ადამიანი ვარ, არასდროს არ ვამბობ წინასწარ არაფერს, მაგრამ ვთქვი ეს სიტყვა და ვერ ვასრულებ რა. და გულში მაქვს ძალიან ჭეჭკად. ერთი სული მაქვს, როდის შევასრულებ და როდის ჩემს სიტყვას მიეცემა ფასი, ანუ ამ საკითხში. ეხლა უფასოა. ხო, ისე კარგად შევისწავლე ჩემი თავი, რომ ვერ ვიტყვი ახლა კარგად. ვერ ვიტყვი, არ არის ადვილი. ადამიანს შეისწავლოს თავსაკუთარი თავი კარგად, მაგრამ ხშირად ვუსმენ ჩემ თავს, რა მომწონს, რა არ მომწონს, რა მაღიზიანებს, რატომ აღიზიანებ. ბევრი დეტალები რა, რაც არ უნდა იყოს, მინდოდეს არ მინდოდეს, შინაგანად მაქვს, რომ ადამიანთან აფერისტულად ვერ ვიქნები. არ მიყვარს ეს აფერისტობები და ესეთი წიგნები მაქვს წაკითხული, რომ ადამიანის შეცნობას ხვდები რა. ადამიანს ვცნობ თავისი თვალებით, თავისი წარბებით, თავისი მიმიკებით, ხელების მოქნევით. ნუ არის ეს წიგნები და ხვდები რა ესეთ რაღაცებს. ჭირდება რა სწავლა. ადვილია ძალიან წაიკითხო, მიხვდები ეგრევე. ერთი-ორჯერ რომ წაიკითხო. ხო და? ეგრევე რო გძნობ იმ ადამიანს, ზოგადად რომ არ არის ეს ადამიანი აფერისტია და ასე შემდეგ. ხშირად ვიკავებ თავს ამნაირ ადამიანებთან მეგობრებისას. ზოგადად მე ვირჩევ ჩემს მეგობრებს. მე არ მყავს ბევრი მეგობარი. ყავს ცოტა. ვისაც მოვუყვები ისეთი რაღაცას, რაც სხვა დანარჩენ ადამიანს არ მოვუყვები. ისე აქაც ძალიან გულწრფელი ვარ ჩემოკარგებო. არასდროს აქ არ ვიტყვე. საერთოდ. ისეთი კონტენტი მაქვს, რა ვიცი. ბევრი მიცნობთ კიდეც ალბათ. ზოგადად ტყუს არაფერი კარგი არ მოაქვს. თავს ვიყავებ ესეთ ადამიანებსგან შორს ვარ. რაც არ უნდა, რაცები კარგი ისაუბრონ თავის თავზე, მე უკვე მივხვდი ის ადამიანი როგორი იქნება. რა არის იცი ჩემოკარგებო, როდესაც თუნდაც მეგობარი და ქალი ნებისმიერ ადამიანი, ხო? ისაუბრებს სხვა ადამიანზე. ცუდად გალანძღავს, მიწასთან გაასწორებს, დაწყევლის, ესე საშინელი რაღაცებს გააკეთებს. აი პირდაპირ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენსაც იგივეს გააკეთებს და იტყვის და იფიქრებს კიდეც. ანუ შეიძლება ერთი-ორჯერ ძალიან გამბრაზებული იყოს ადამიანი და რაღაცა ისე თქვას, ხო? ეს კიდე არ აუშვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რომ სულ ანძღვაფშია, სულ წყელაშია და სულ რაღაც ცუდშია თქმაში, იცოდეთ, რომ თქვენსაც იმას იტყვის. აი მარტივია, ძალიან მარტივია. მაქინა შეიძლება ადამიანი მიხვდე როგორია, კეთილია, კარგი ადამიანია, თავის საქმის ანუ რა ეტაპზე არის და ასე შემდეგ რა. ასევე, როდესაც ადამიანი საუბრობს და ტყვის იტყუება, იმასაც მიხვდებით. ნუ თანდათან ადამიანებს გამოცდილებაში აქვს, თანდათან ადამიანები კითხულობენ, ვითარდებიან, შემდეგ აკვირდებიან, ხვდებიან რა. მას დრო ჭირდება, არ არის ეგრე ადვილი, რომ ესე სწრაფად მიხვდე, ესე ჰოპ და მიხვდე, არ არის მასე ადვილი. დაკვირვება ჭირდება. ანუ, როდესაც ერთ ადამიანთან, ერთ მეგობართან ისეთი სიტუაცია, ხო? ის გამოცდილება უნდა მიიღო და შემდეგ მეგობართან უკვე უნდა დააკვირდე. უნდა დააკვირდე, რომ მე იგივე გამოცდილება არ მქონდეს რა. ძელი ვიდეო გამოვა, მაგრამ მინდა რომ მოგიყვეთ ყველაფერი, ჩემოკარგებო. ცოტა გავლამაზი, ხო? იმდენი რაღაცა მაქვს გასაკეთებელი. იმდენი რაღაცა მაქვს შესაძლებელი. და ბევრი რაღაცა მაქვს დასაგეგმი. მაგრამ რასაც გეგმა, არასდროს არ ვლაპარაკობ და არც თქვენ არ ილაპარაკოთ ჩემოკარგებო. არ ილაპარაკოთ. გეგმა სჭირდება ისე თუ ასე სიჩუმე. და უნდა ადგე და გააკეთო. არავის არ უნდა უყურო და არავის არ უნდა ელოდო, რას გეტყვის, სწორი ხარ თუ არასწორი ხარ. ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც გეტყვის, რომ არასწორი ხარ, ბევრი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც გეტყვის, რომ სწორი ხარ და მართალი ხარ. მაგრამ
ამ შემთხვევაში შენ თვითონ შენს თავს არ უჯერებ, შენ თვითონ შენს სულს არ უჯერებ, შენ გულს არ უჯერებ. პირველ რიგში შენ თავს დაუჯერე. და შენი თავი არასდროს არ გეტყვის არასწორს. ყოველთვის განახებს სწორ გზას. რომელია მართალი. აი, როგორ აიცი, შენ თვითონ იგრძნობ. ზოგადად, როდესაც რისკავს ადამიანი, ყოველთვის 100%-დან 99% არის მოგებული. მოგებულია ეს ადამიანი ზოგადად, რომელიც რისკავს. მაგრამ არის რაღაც, ესე ვთქვათ, გზები, სადაც არ უნდა შენს სხეულსაც, შენს გულსაც ყველაფერს წასვლა. აი, რაღაცნაირად სხეულზე იგრძნობთ, გულისცემა ხშირად აგივარდებათ, შიშის გრძნობა გექნებათ, უფრო ძალიან, ანუ იგრძნობთ ამას, რომ ეს გზა, ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგათ. აი, ეს რა თქმა უნდა სხეულს უნდა დაუჯეროთ და ესეთ რაღაც არ უნდა გააკეთოთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, საქმის წინ წასვლაში ყოველთვის თქვენს გულს და თქვენს თავს უნდა დაუჯეროთ. იმიტომ რომ თქვენი თავი არასდროს არ მოგატყულებთ. მიანა, არ ვიცი დამავიწყდა რა ქვია. მოკლედ რაც ქვია. წავისვით. ჩოტკები მაქვს. მაგრამ სადამ აქ არ ვიცი. რო გადმოვბარგდით, ყველაფერი იქეთ-აქეთ ყნია და თუც მაგ და თუც ვიპოვე, უნდა გავრეცხო. აქ რაც გადმოვედი, ჩემო კარგი, ყველაფერი გავრეცხე, ყველაფერი. დავახარისხე, სამტრედიაშიც წავიღე ყველაფერი. ბევრი ეტაპია გადალახული ამ სამთვეში. კიდე ის ადამიანი, რომელიც ყველას შრომას აფასებს. ადამიანი, როდესაც შრომობენ, ყოველთვის ვჩანს. შენ შემთხვევაში ადამიანებისგან მისმის ხოლმე, რომ როგორ გავმართლა. არ არსებობს ჩემო კარგებო გამართლება. არ არსებობს. არსებობს მხოლოდ თუ როგორ ფიქრობ შენ საკუთარ თავზე, რა შრომას დებ ამაში, პოზიტივს როგორ ამუშავებს და ასევე რამდენად მადლიერი ხარ. თუ ამაებს არ აკეთებ, არც რაც არ უნდა იყოს, იყვალი შენთან ახლოს იყოს, შენამდე არ მოვა. იმიტომ რომ უმადური ადამიანი თან არ მიდის, მსგავსი რაღაცაები. ფანქრით წასობა ეს არის სასაცილო. იმიტომ რომ მე არ ვიცი. როგორც ვიცი, ისე ვაკეთებ, ჩემო კარგებო. თქმა უნდა, მინდა კარგად ვისწავლო. მაგრამ ჯერ არა. არც მაგის დრო მაქვს, არაფერი. როცა მექნება, აუცილებლად გავაკეთებ, მაგრამ ახლა მარტო ვიდეოებს უყურებ და ესე. ვიარო სადმე არა. იმიტომ რომ რასაც შენს თავში ჩადებ, რეალიზაციას გავუკეთებ შენს თავს, ეგ არის ინვესტირება. იმიტომ რომ თავის დროზე აი ეს ინვესტირებას აჩვენებს, აი მაგალითად, გინდა სადმე წასვლა, ხო, ქორწილში. და უნდა ელოდო, უნდა ჩაეწერო სალონში. მე სალონში რომ მიდიხარ, 150 ლარზე და 100 ლარზე ნაკლებ არავინ არ გიტყვის. ეს ერთი. მე დროის დაკარგვა. ხის დაკარგვა და ამ დროს დგები და შენი ტიკეტი. მაგარ მაკიაჟს, რომელიც შენც მოგწონს, იცი რა გიხდება, ინვესტირებაა იქ, ჩემო კარგი. რასაც ისწავლის ადამიანი, ყველაფერი არის ძალიან კარგი. სადაც ბევრს ისწავლით, რა თქმა უნდა, კარგს ვამბობ. წარმატებას მოგიტანთ. მაგრამ ყველაფერში უნდა გამოცადოთ საკუთარი თავი. თუ რაღაც არ გამოგივიდათ და ფიქრობთ, რომ ესა თქვენო არ არის, შეგიძლიათ დაანებოთ თავი სხვა რაღაც დაიწყოთ. ესეც მარტივი. ესეთი გრძელი ვიდეო გამოვიდა 29 წუთია, რასაც ვაუბრობ. ეხლა კიდე დავამატებ კიდე ერთ რაღაცას და მე დავასრულებ აქ ვიდეოს, ჩემო თბილებო. მე ვიძინე Greenway-ის ტილო, სამზარეულოს, მინის ტილოები და საპონი. სასწაულად მაგარი ტილოა, ჩემო კარგებო. სასწაულად. მთელი სამზარეულოს გამიწმინდა, გამიპრიალა შუშები. ეხლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ცხიმიან გასკურას და იმას გაწმინდავს, თქო ეს ტყვილი იქნება. არა, არ წმინდავს. მაგრამ აპრიალებს არ ვიცი. არც ერთი ტილო არ მინახია რომ მსგავსი გააკეთოს. და ნუ თავნაშრომლობ რა თქმა უნდა და შეგიძლიათ რა თქმა უნდა ჩემთანაც აქ კომენტარში დაწეროთ და გამოგიწერთ და თქმა უნდა მოგივათ და ნახავთ შედეგს რა მაგარი შედეგი. მთელი სამზარეულოს კადები ხო გავწმინდე. მაცივარი გავწმინდე. გასკურა, ნიჟარა, ყველაფერი გავწმინდე და
ეს ტილო ხო იწოვს კიდე. ანუ რამდენსაც გაწმინდა, ის ჭუჭყი არ გადადის. ანუ შეგიძლია სხვა რაღაცების გაწმინდა, მაგალითად, ცოტა ზეთით რო იყოს იქ დასრული, ხო? სკურა რო გაწმინდა და გამტილოთი შეგიძლია მაგალითად გიდის ზედაპირი გაწმინდო. ანუ ის ზეთი, ანუ ისე ვთქვათ, არ მოყვება, მაგრამ ეს გრინვეის ტილო უნდა გაირეცხოს აუცილებლად გრინვეის საპონით. რომელიც ღირს ისიც ფასიანია 6 ლარი ღირს, ეს სამზარეულოს ტილო 20 ლარი ღირს და მინის ტილო ღირს 19 და 80 თეთრი, ნუ 20 ლარი, ესე რომ ვთქვათ. დავამგრალოთ, მოდი. აი არასდროს არ ვინანებ მაგას. არასდროს არ ვინანებ, რომ ვიყიდე. ჯერ ხო სამზარეულო გამიპრიალა. მერე ეს მინის ტილო კადრებს ნახავთ, მთელი აივნის მინები გადააპრიალა. ესეთი ტილო მე არ მინახია მართლა გონები არასდროს ხსნარი რო არ ჭირდება ჩემო კარგებო. ხსნარი არ ჭირდება მაგას არანაირი რომ უნდა მიასხა და უნდა გაწმინდო. პირდაპირ წყლით წმინდა. და ახლა რა თქმა უნდა ჩემი მინები ზოგადგლას იყო ცემენტი, იმიტომ რომ იქ რო წმინდავდნენ და მოხელები რო იყვნენ და რაღაცებს აკეთებდნენ, ცემენტები მიეცხა რა თქმა უნდა, ის გავხეხე და სხვანაირად გავწმინდე, მაგრამ გასაპრიალებლად მხოლოდ მინის ტილომ გააპრიალა. სხვა ტილოთიცაც ვცადე. საერთოდ ისეთი ჭუჭყიანი იყო, როგორც ესე ვთქვათ, გასაწმენდიათ იქნებოდა. იმდენად მაგრად აპრიალებს. აი არაფრით არ ვინანებ, წარმოგიდგენთ 20 ლარი ხო რო ვთქვათ ესე. ნუ მიტანის სერვიზიც აქვს, იმიტომ რომ რეგიონებში სხვა ფასები ღირს, დაახლოებით 8 ლარი ღირს. ბათუმის მასშტაბით 4 ლარი ღირს, ქალაქის ტერიტორიაზე თბილისში 5 ლარი ღირს. ნუ ესეც ემატება რა თქმა უნდა ფასი, თუ გინდა რომ სახლამდე მიგიტანონ, ნუ ისედაც გამოდის რომ სახლამდე მიგიტანონ. მიიღირს. ძალიან მიიღირს. იმდენი ტილო მაქვს ნაყიდი. წინას ვიყიდე 6 ლარიანი ტილო. და იმით წმინდავდი. მითხრეს რომ ისა წყლით რო გარეცხავ, ჩოლობარ გაწმინდო. კი, მაგრამ არაფრით არ წმინდავდა ისე, როგორც ეს მინის ტილო. 6 ლარი მქონდა გადახდილი. 4 ლარსაც ვიხდიდი, 5 ლარსაც ვიხდიდი და ხშირად ყიდულობდი რა ტილოებს, მაგრამ ეს ამას აქვს 2 წელი და 3 წელი გარანტია. გაჩნია როგორ მოული, იმიტომ რომ როდესაც ისარგებლებ ამ ტილოთი, ხო, შემდეგ რო გარეცხავ, მერე უნდა ისე საპონით გარეცხო, რო გაწმინდო ფანჯრებს, საპონით უნდა გარეცხო, ის ლაქები რაც აქ ამ საპონს, ეს საპონი აშორებს, და უნდა ჩამოკიდო, სადაც მზე არ არის იქ. და ცოტა ცხელი ნელთბილი წყლით უნდა გარეცხო. ნუ თუ მოული რა თქმა უნდა, ძალიან კარგ შედეგსაც მიიღე. სასწაული ტილოებია ჩემო კარგებო. ასევე აქვს აბაზანის ტილო, დაახლოებით არ ვიცი, მგონი 34 ლარი ღირს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, მთლიანად აბაზონოს გაგიწმინდას და გაგიხავს. აქ ცოტა ისეთი მაგარი, ესე ვთქვათ, ამ აბაზონის ტილოს, რომელიც დუშკაბინას გიხეხავს, გიპრიალებს. და ამ ტილოთივე მთლიან აბანოს გაწმინდა. უნიტას არ გულისხმობ რა თქმა უნდა, უნიტოზის სხვა ტილოს ისარგებლებთ, მაგრამ ზოგადად თელ აბანოს რო ერთი ტილოთი ისარგებლებ ძალიან კარგია. ეგ უნდა ვიყიდო აუცილებლად კიდე. და არის კიდე როგორი ტილო, იცით? ჭურჭას რო გარეცხავთ და მაგალითად ფეირით რო სარგებლობთ, ფეირის გამოყენებაც არ გინდათ. ჩოლობრივად ამ ტილოთი იმას ზეთსას და ყველაფერს წმინდავსო, ესე ამბობენ. მე არ მიყიდია ჯერ და არ გამიკეთებია და არ გამომიყენებია. როცა გავიყიდი და თან გამოვიყენებ, თან თქვენ შემოგთავაზებთ რა თქმა უნდა. რაღაცებს ვეძებ შემოთვილებო, რაც მარტივია და რაც მალე გაკეთდება და თან ხარისხიანად. ისეთ რაღაცებს ვეძებ და ვუყურებ და ვუსმენ და ვკითხულობ, ანუ კარგია, იქ შეფასებებს ვწერიათ. ხშირ შემთხვევაში მართალიც უწერიათ შეფასებებში. როდესაც აქვს ბევრი კარგი და დებითი შეფასება, ზოგადად იმას ვყიდულობ და შემდეგ, როდესაც მე თვითონ ვიყენებ სარგებლობ, მე თქვენ გთავაზობთ. რა თქმა უნდა, თუ მოგინდებათ, შეგიძლიათ კომენტარში დამიწეროთ. ვინც იყიდა ჩემო კარგებო, აი ყველა მადლობას მიხდის. მე არც პომადას ხმარო, მხოლოდ ფანქარს. ნუ ეს არის ჩემო კარგებო, ჩემი მაკიაჟი. როგორ მოგწონთ? ესეთი უბრალო, რა ვიცი. მედია ფანქარი კარგად მისვია. ვისაუბრეთ თქვენთან ძალიან ბევრი. ვინც უყურებს ამ ვიდეოს, დამილაიქებს, დამიკომენტარებს, მომიკითხავს. გამოიწერთ ჩემს არხს, ვინც უყურებს და არა აქვს ჯერ კიდე გამოწერილი, ან და ვინც ახალი შემოდის და გამოიწერთ ჩემს არხს და დარჩება ჩემთან ერთად ბოლომდე. ამ YouTube-ში ჩემო კარგებო, ძალიან დიდი გზამა გავლილი. ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული. და ძალიან ვაფასებ ჩემ თითოეულ გამომწერს, ჩემ თითოეულ გამომწერის კომენტარს, ლაიქს, ძალიან ვაფასებ. იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული. ეხლა მოკლე ვიდეოებსაც რო ვიღებ, ძალიან დიდ შრომას ვდებ და მე ამ შრომას ძალიან ვაფასებ.
თუნდაც რომ 20 ადამიანმა დამილაიქოს, 20-მა, 30-მა, 50-მა და 60-მა, ყველას შევამჩნევ, ყველას მადლობას გადავუხდი. შეიძლება ესე სათითაოდ არ ვთქვა, მაგრამ გამოვიდე და სათითოდ ყველას გადავუხდო მადლობა, ან ჩემ გულში ვთქვა, რომ უდიდესი მადლობა, რომ ესეთი აუდიტორია მყავს. ნებისმიერი თითო ადამიანი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ ეს ჩემი პოზიცია, ჩემო კარგებო. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. თქვენ მხარდაჭერას ველოდებით. გაკოცეთ ყველას. მიყვარხართ.